Ამ წუთებში პედაგოგების აქცია მიმდინარეობს განათლების სამინისტროსთან, სადაც მასწავლებლები დირექტორის არჩევის წესის ცვლილებას აპროტესტებენ. ეს პროტესტი უკვე თვეებია გრძელდება, განათლების მინისტრი კი პრობლემის მოგვარების ნაცვლად მასწავლებლებს პოლიტიკურად ანგაჟირებულებს უწოდებს. ნინი ჟიჟიაშვილი შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში ამ თემით, რომელიც განათლების სამინისტროსთან იმყოფება. Თათია, განათლების სამინისტროსთან უკვე მე-6 დღეა უწყვეტად მიმდინარეობს პროტესტი. აქ ახლა კადრში გაჩვენებთ, როგორი ვითარება ადგილზე მოვიდნენ სხვადასხვა საჯარო სკოლების პედაგოგებიც, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ მაია ეკალაძეს, პედაგოგს, რომელმაც იშიმშილა 3 დღის განმავლობაში და 6 დღეს აქ ღიაცის ქვეშ ათენებდა 6 ღამეს. ადგილზე ისევ დგას კარავი და ცხადია, ადგილზე ისევ არის საპროტესტო ბანერები. აქ იმყოფება მაია ეკალაძეც, რომელიც დღეების განმავლობაში აპროტესტებდა დირექტორთა არჩევის წესს და ითხოვდა ცვლილებას აი ამ წესის. ეს იყო მისი პროტესტის მთავარი საგანი და ახლა ჩვენ მასთან გადავალთ სწორედ მაია, როგორ წარმოგიდგენთ აი ამ პროტესტის გაგრძელება და რას ფიქრობთ დღევანდელ დღეზე, როცა უკვე თქვენი კოლეგებით შემოგიერთდნენ? ხომ, ჩემდა სამწუხაროდ და დათოს და სამწუხაროდ სამივეს გიორგის და სამწუხაროდ ადამიანი თურმე არაფერი ღირს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის და კიდევ უფრო მეტ სასოწარკვეთამ შემიპყრო სიმართლე გითხრათ. კიდევ უფრო საშიშად არის მდგომარეობა, ვიდრე ჩვენ გვეგონა მანამ სანამ ამას გავაკეთებდით და მე საპირისპიროში მინდოდა დარწმუნება, ამაში დარწმუნება ნამდვილად არც ერთს არ გვინდოდა. ხომ, პროტესტი რა თქმა უნდა გაგრძელდება, ეს წარმოუდგენელია, ეს დაუშვებელია, რანაირად შეიძლება მუშაობდე ბავშვებთან ერთი მხრივ და მეორე მხრივ აბსოლუტურად ყრუ კედელს აწყდებოდე, აბსოლუტურად სამართლიანი მოთხოვნები გქონდეს, არც ასე ვთქვათ ტრადიციული ფორმით და არც ხმამაღლა არავის არაფერი ესმოდეს, ეს არის წარმოუდგენელი და დაუშვებელი. შესაბამისად პროტესტი გაგრძელდება სხვა ფორმებით და უამრავ სიურპრიზს უპირდებით ყველა გამყალბებელს, ყველა ადამიანის უფლებების დამრღვევს. ნამდვილად არ მოვასვენებთ არც ერთი გზით და არც ერთი მეთოდით. რასაკვირველია კანონიერების ფარგლებში, ჩვენ კანონიერებას არასოდეს აქამდეც არ გავცდენილვართ, ერთი ქაღალდი არ დაგვიგდია აქ პირიქით, ყოველთვის წესრიგით ვიქცეოდით ჩვენ მასწავლებლები და ამ წესრიგს გავაგრძელებთ. რასაკვირველია და რა თქმა უნდა დალაგდება და იმედია რომ ყურადღებას მოგვაქცევთ და ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის, რასაც გავაკეთებთ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ორი ადამიანის პროტესტი არ არის და ნელ-ნელა გამოჩნდება ადამიანების რიცხვითაც, რომ არ არის ეს ორი ადამიანის პროტესტი, ისევ რჩება, ასე ვთქვათ, აი ეს ფიქცია, რომ ერთი ადამიანის პროტესტიც არის პროტესტი და მნიშვნელოვანი კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს. პოლარიზება არის დაუშვებელი და ყველა ადამიანს ველოდებით აქ. მათ შორის პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ ლიდერებს. ბატონებო, განათლების სისტემაზე, დირექტორების კონკურსზე თქვენ გაქვთ უკვე ინფორმაცია. თავისუფლად განაცხადეთ, ჩვენ არ გვეშინია იმის, რომ რაიმე იარლიხს მოგვაკერებენ. ჩვენ იარლიხებს ვისხლეთ, ვირიდებთ, ასე რომ პირიქით საქართველოს შვილები ხართ, ქვეყნის შვილები ხართ და გააკეთეთ განცხადებები. კიდევ მოისმინეთ ჩვენგან და კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია წაიღეთ. მადლობა თქვენ. ადგილზე ასევე არიან სხვადასხვა საჯარო სკოლების წარმომადგენლები, მათ შორის ჩამოვიდნენ ისინი რეგიონებიდანაც და მათი პროტესტის საგანი თვეების განმავლობაში იყო როგორც დირექტორის წესის არჩევის ცვლილება, ასევე ისინი ითხოვდნენ ღირსეულ ანაზღაურებას, გაავრცელეს ასევე პეტიციაც და აქ იმყოფება სწორედ ამ პეტიციის შემქმნელი პედაგოგი, რომელიც დღეს ჩამოვიდა სპეციალურად ზუგდიდიდან. ქალბატონო მანანა, მოგესალმებით, რისთვის ჩამოხვედით დღეს? თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ აი ამ პროტესტის გაგრძელება? გამარჯობა, ჩვენ არაფრით არ ვაპირებთ, რომ შევაჩეროთ ეს პროტესტი. შეიძლება ქუჩაში ესე პერმანენტულად ვერ ვიდგეთ, იმიტომ რომ რეგიონებიდან ვართ და ჩვენ სასწავლო პროცესს ვერ მოვწყდებით. თუმცა შემდეგში არ გამოვრიცხავთ იმას, რომ გაფიცვაც მოვაწყოთ და დიპლომატიური კორპუსიც ჩავაყენოთ საქმის კურსში და საერთაშორისო საზოგადოებასაც შევატყობინოთ ეს ყველაფერი. ვითარება ახლა ასეთია განათლების სამინისტროსთან. პედაგოგები არ აპირებენ რომ გაჩერდნენ, ისინი აპირებენ რომ პროტესტი გახდეს პერმანენტური და აი ამ პროტესტს უერთდება დღითი დღე კიდევ უფრო და უფრო მეტი პედაგოგი და ალბათ ესეც არის მნიშვნელოვანი.